და გამოშვების ბოლოს კულტურა ბათუმმა მუსიკალურ ფესტივალ ღამის სერენადებს უმასპინძლა. ფესტივალის გახსნის დღეს ბათუმის ღია საგაზაფხულო საკონცერტო დარბაზში ლიანა ისაკაძე მოცარტის ნაწარმოებები შეასრულა. ფესტივალი ბათუმში წელს პირველად გაიმართა, ამქასული 4 წლის მანძილზე კი მას გონიო მასპინძლობდა. ღამის სერენადების დაწყებამდე ფესტივალის სტუმრებმა კომპანია მეღვინეობა ხარების 6 დასახელების ღვინო მიირთვეს. ბედნიერი ვარ, რომ დაიწყო ფესტივალი. მართალია წვიმამ შეგვიშავა ძალიან ხელი, თანაც აღგურმა წვიმამ, მაგრამ მაინც ხალხი როგორც აშენს იყო კარგი მოსული, მუსიკალური და ძალიან მადლობელი ვარ, რომ გაიგეს რა არის ჭეშმარიტება, ჭეშმარიტი მუსიკის შესრულება. ფესტივალის შედგა იქნა გამომდინარე, რომ 5 წელი სტარდებოდა გონიოში. ძალიან დიდი მადლობა კულტურის სამინისტროს, ბათუმის მერიას, ყველა იმ ადამიანს, ვინც დაგვეხმარა ამ ფესტივალის ორგანიზებაში.